ჩვენს ქალაქში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც ამ სილამაზეს არანაკლებ აფასებს, არანაკლებ იცნობს, მათი ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებული ამ ნივთებთან, ამ ისტორიებთან. ერთ-ერთ ასეთ ადამიანს ეძღვნება ჩვენი სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტებმა მოამზადეს თქვენთვის. ერთად ვნახოთ. ძველი არის დაზიანებული აქ ერთი ცალი ტოტი, საერთოდ არ აქვს. ჩეხური ჭაღი არის, ამასაც ტოტი აქ დაზიანებული ერთი ცალი, მოიტანა კლიენტმა რომ აღვადგინო. ტოტი ვიშოვო და დავაყენო. დავშალო, გავრეცხო, გავწმინდო, ელექტრობა გამოუცვალოთ. ნივთები, რომლებიც ამ სარდაფში ინახება, შესაძლოა საუკუნების წინ დიდ დარბაზებს, თეატრებს ან თუნდაც სახლებს ანათებდა. ანტიკვარული ჭაღები ამ პატარა ოთახში ასავლობით წელს ითვლის. არაერთ ისტორიას ინახავს და ჟამთესვლის ქარტეხილებსაც განიცდის. მაგ ბინა 60-ოთახიანი და 60-ოთახიანის ფართი დაბლა მაგ სარდაფი. და მაგ პატარა და გავაკეთებ ეს ჩემთვის პატარა ოთახი, პატარა სარემონტო ცეხი და ვიღებ საქმეს აქა. ზოგს მოაქვს, ზოგან მე მივდივარ, მოხსნი, გავურემონტებ, მიმაგ და ჩამოვუკიდებ. ყველაზე ფასიური ჭაღი თბილისში გამიკეთებია რაღაც 25,000-იანი. ეს იყო ბრინჯაოს ჭაღი მოოქროვილი. 25 სანთლიანი. ეს ჭაღი იქნებოდა სადღაც 19-20 საუკუნის დასაწყისში. საქმეს, რომელსაც სიზუსტე, დაკვირვება და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება, წლებია ერთგულად ემსახურება გია იჩქიტიძე. 65 წლის რესტავრატორი ახლა ისტორიის მცველია. იმ ისტორიის, რომელიც სინათლეს ატარებს და წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს. დღესდღეობით ჭაღების რესტავრატორი თბილისში ვართ რაღაც 3 კაცი, რომლებიც გავაგრძელეთ ჩვენი წინაპრების საქმეები. თბილისში ეს საქმე პირველად ვინც დაიწყო რა, მეც კაცი მახსოვს, მუშაობდა აღმაშენებელზე. მარჯანიშვილის მეტროს და გრიშა ძია ერქვა სახელი. ჩემი მეგობარი მუშაობდა პირიმზეში და მთხოვა მაგარ რომ გიო წამოდიო ჭაღების რესტავრატორით ჭირდებათო. შენ დარიცი, მაგრამ გასწავლის კაცი იქ რომელიც არისო. წავყევი მე და მიმიყვანეს. და იყო ასეთი ადამიანი ნორვეგი ჩაჩუა. ეს კაცი ჩემ გვერდში იყო 1 წელიწადი და მე სხვაგან გადავიდა. და მე დავჭი სამუშაო ვაგეზე. ერთ ადამიანთან ერთად. იყო ალბერტი სარქისიანი. იმისგანაც ბევრი რაღაცა ვისწავლე. და მე გავიდა წლები და 35 წელიწადია მე ამ საქმეზე მუშაობ. გამოცდილმა ოსტატმა წლების წინ საყვარელი საქმე შვილსაც ასწავლა და ახლა ისინი გატეხილ, დამტვერელ და შანგმოდებულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს უბრუნებენ. აი ბროლი ჩამოუშიდავლა ესა გაანთავისუფლე აქედან. აი პატრონები დამტვარი ესენი გამოსაცვლილებია. 15 წლის ვიყავი რომ ამ საქმეზე დავიწყე მე მუშაობა. თავს სწავლობდი, თან პირიმზეში ვეხმარებოდი მამაჩემს. არის ისეთი ჭაღი რომ შიშითაც ვერ კიდებ ხელს. იმიტომ რომ ძვირფასიანი ჭაღია, ძვირი ღირსის ჭაღი და რო კიდებ ხელს შიში გაქვს რა, არაფერი არ გაგიტყდეს. არ ამე დეტალი არ დაგეკარგოს, მაგრამ რაც უფრო რთული გასაკეთებელია ჭაღი, მეც უფრო იმდენად აი მუღამში ვარ, რომ მინდა რომ ეს ჭაღი ბოლომდე მივიყვანო და ჩავაბარო. ყოფილა შემთხვევა ზოგი ისეთი თითი მოუტანია ჭაღი, რომ პატრონსაც გონია რომ ეს აღარ აღგებოდა, მაგრამ გული და სულით გამიკეთებია და მოწონებიათ კიდევაც. ჭაღს როცა ამოთებ, გონია რომ წარსულს ცოცხლე დაუბრუნდა. ქალაქში ბევრისთვის საყვარელი და სანდო რესტავრატორი ისევ ერთგულად აგრძელებს ახალი ისტორიის წერას. მიაჩნია, რომ საქმე, რომელსაც ახლა ემსახურება, მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თავარი ბედნიერება ის არის, რომ წაიღებენ, მიიტანებენ სახლში და მიერეკავენ, რომ დიდი მადლობა ამის გაკეთებისათვის. ახალგაზრდებს ურჩი იმოწო შეისწავლონ. მე ვგაგე 65 წლის საქმე, მე კი შვილი მყავს გვერდში და ვასწავლე და შვილი ისწავლის ვარ, მე გარავი პატარა არის 5 წლის არ არის ჯერ. ურჩი რომ ისწავლონ, ეს გამოადგება ქვეყანას.